დილამშვიდობისა. ტრადიციულად რამდენიმე ტერმინის განმარტებით დავიწყებ. პათოს ბერძნული სიტყვაა და ქართულად ითარგმნება როგორც დაავადება. ჰომო ნიშნავს მსგავს, ხოლო ალოს სხვას. აქედან გამომდინარე ჰომეოპათია და ალოპათია ურთიერთსაპირისპირო ტერმინებია. დაგვირეკეთ ნომერზე 24090. დღეს ჩვენ საუბრობთ თემაზე ჰომეოპათია და ჩვენი სტუმარი გახლავთ ჰომეოპათი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ქალბატონი თინა თოფურია. დილამშვიდობისა ქალბატონო თინა. დილამშვიდობისა. საკმაოდ გრძელი გზა გაიარა იმ ორ მაცნებამ, რომლის შესახებაც მე მოკლედ ვთქვი საუბრის დასაწყისში. რასაკვირველია, ყველაზე დამკვიდრებული მიდგომა იყო ტრადიციული და არატრადიციული მედიცინის ცნებები. თუმცა თვით პროფესიონალებს შორისაც იყო დავა იმის გარშემო, რომელს უნდა ეწოდებოდეს ტრადიციული მედიცინა და რომელს არატრადიციული. მოგვიანებით გაჩნდა ტერმინი ალტერნატიული მედიცინის შესახებ. თუმცა შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ მედიცინა შეგვიძლია დავყოთ ჰომეოპათიურ და ალოპათიურ მედიცინად, როგორც მეთოდოლოგიურად, როგორც მიდგომებით და როგორც მკურნალობის პრინციპებით, რომელსაც ორივე მათგანი ეფუძნება. თუმცა თქვენ, როგორც ექსპერტს ამ საკითხებში, მოგიწევთ გაცილებით მეტ კითხვაზე გასცეთ დღეს ჩვენს მაყურებელს პასუხი. ამიტომ მოდით დავიწყოთ სათავეებიდან. რა არის ჰომეოპათია და რა შესაძლებლობებს ფლობს იგი განსხვავებით სხვა მეთოდოლოგიისგან? ჰომეოპათია ეს არის მეთოდოლოგია, ნამდვილად ეს არის მწყობრად აწყობილი, კარგად აწყობილი, დიდი ხნის აპრობაცია გავლილი სამკურნალო მთლიანი სისტემა, რომელიც განსხვავდება თავისი მიდგომით. ეს არის ჰოლისტიკური მედიცინის ნაწილი. თუ კი ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ტრადიციული და არატრადიციული აქ ცოტა არეულობა არის ხოლმე. ტრადიციული ეს არის ხალხური მედიცინა და ჰომეოპათიას ამასთან არაფერი საერთო არ აქვს. ეს არეულობა მოდის რუსეთიდან, როცა რუსეთის ჯანდაცვამ შეიტანა ეს ტერმინოლოგიურად შეყარა ყველაფერი, რაც არ იყო ალოპათიური, ანუ კლასიკური, შეყარა ყველაფერი ერთ ყუთში, ესე ვთქვათ. და ეს შესწავლა დღემდე ბევრი ცნობიერებაში ინერციით გრძელდება, რასაკვირველია. დიახ. საქმე იმაში, რომ ჰომეოპათია საერთოდ არის ცალკე მდგომი. აქ არის განსხვავება დოზირებაში და მიდგომა არის ჰოლისტიკური მედიცინის სხვა ნაწილებიც არის, სხვა კომპონენტებიც შედის ამაში, რას ნიშნავს ჰოლისტიკური. ეს არის ის დარგები, რომლებიც განიხილავენ ადამიანს მთლიანობაში, სამყაროსთან და მთელ ორგანიზმს, ფსიქიკას, მის სულიერ სამყაროს, მის სოციუმს, აი ყველაფერს ითვალისწინებენ. ანუ ამოვარდნილად არ უყურებენ. ხა დღევანდელი მედიცინა ცოტა განსაკუთრებით ამერიკული ცოტა შიხში შევიდა იმის გამო, რომ ძალიან დაყო ყველაფერი. მარჯვენა ყურის ექიმი ცალკე, როგორც ამბობენ, მარცხენა ყურის ექიმი ცალკე, თვალის ცალკე, ვთქვათ, გულის ცალკე, ღვიძლის ცალკე, რა თქმა უნდა, ეს ერთი მხრივ სწორია, მაგრამ აი ამ ექიმების მიერაც უნდა მოხდეს გათვალისწინება მთლიანობაში ორგანიზმში რა ხდება, რომ ძალიან ხშირად დაავადება, განსაკუთრებით მოხუცებულ ასაკში, ეს არის რაღაც, ანუ დაავადების გამოხატულება და სიმპტომი, ეს არის რაღაცის კომპენსაცია და აი ამ სიმპტომთან ბრძოლით და მისი გაქრობით ხდება აი იმ კომპენსაციის დეკომპენსაცია. ანუ იმ ორგანოს ფუნქცია, რომელიც კომპენსირებულია ამ სიმპტომის შედეგად, გამოვლინების შედეგად, უფრო ზიანდება. ქალბატონო თინა, სამწუხაროდ უნდა გაწყეთინოთ, მაყურებელი გველოდება ჩვენი საუბრის დაწყების მომენტიდან, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ გავაგრძელოთ თემა. დილამშვიდობისა, გისმენთ? დილამშვიდობის, დიდი მადლობა, ასეთი კარგი გადაცემებისთვის და ქალბატონის მოწვევისთვის. შეკითხვა გვაქვს ესეთი გენიცვალე. ოჯახის წევრს აქვს წლების მანძილზე დაბრუხვება, თავის ტკივილები, ნერვოზი, ესეთი მოვლენების იზარდობის შეუძლება და მედიკამენტურ მკურნალობას ძალიან ცუდად ემორჩილება ამ დაავადებაზე. თუ შეიძლება აი ჰომეოპათიური მეთოდით გაუმჯობესება არის. მადლობთ. დიახ, მადლობა შეკითხვისთვის. ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც დღევანდელი დილის რეცეპტის ფარგლებში უნდა იყოს დასმული და ნაწილობრივ პასუხგაცემული მაინც. ჩვენ აუცილებლად უნდა განსაზღვროთ ამ დარგის, ამ მეთოდის კომპეტენციის ზღვარი. აი, სწორედ კარგი კითხვა არის. აი, ამ მხრივ ეს კითხვა არის მაპროვოცირებელი, მე ასე ვფიქრობ. ანუ სად იწყება ჰომეოპათიის შესაძლებლობა, ან სად მთავრდება, სად უნდა ჩაერიოს იგი და სად არა აქვს უფლება, რომ ჩაერიოს. მოდით ასე ვისაუბროთ. თუმცა ყველა შემთხვევაში მე უბრალოდ მაყურებელს ვეთქვი, რომ ყველა პრობლემა უნდა იყოს დიაგნოსტირებული და შემდეგ შერჩეული კურნალობა. რა თქმა უნდა. ნუ პირველ რიგში უნდა იყოს პროფესიონალი ჰომეოპათი, ისე ხელის მოკიდება არ შეიძლება და დღესდღეობით ცოტა ცოდავენ ხოლმე ჩვეულებრივი ალოპათი ექიმები, ვინც არ იცის ჰომეოპათია და არ არიან გარკვეულები და ნიშნავენ აი გამზადებული რეცეპტებით, გამზადებულ წამლებს. არავითარ შემთხვევაში ეს არ შეიძლება. ექიმთა დახელოვნების აკადემიაში, უნივერსიტეტში ტარდება ტრენინგები უკვე ბევრი წლების განმავლობაში ექიმებისთვის, სადაც მე ვკითხულობ
ლექციებს და ვასწავლი, რომ არ მოვკიდონ ხელი ჰომეოპათიას, თუ არ შეისწავლიან ღრმად. ანუ საოცარი პარადოქსია რა თითქოს. ნუ 3 დღეში და 4 დღეში ვერ ასწავლი ჰომეოპათიას, 300 წლები ჭირდება და ძალიან სერიოზული დარგია. ხა რაც შეეხება ქალბატონის კითხვას უშუალოდ. დღეს სოფლიო პრობლემა არის ის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს გადაუტანლობა ჩვეულებრივი ალოპათიური მედიკამენტების, განსაკუთრებით ბავშვებს. სენსიბილიზაცია მოხდა ძალიან მაღალ დონეზე კაცობრიობის, ანტიბიოტიკებზე არის რეაქციები, ნუ ძალიან ბევრ ქიმიურ წამალზე მოგეხსენებათ და ამიტომ ჰომეოპათია გახდა ბევრ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი. მაგრამ აი ამ ქალბატონის შემთხვევაში ჰომეოპათიის გამოყენება რა თქმა უნდა უპრიანია, რა თქმა უნდა იქნება შედეგი, მაგრამ არ არის ლაპარაკი განკურნებაზე. მან იმდენი დიაგნოზი ჩამოთვალა, უკვე იმდენი დაკომპენსაცია მიდის იქ, რომ იყოს მხოლოდ ნევროზი მაგალითად, შეიძლება ლაპარაკი განკურნებაზე და სრული განკურნების მიღწევაც შეიძლება, თუ კი ახალგაზრდა ასაკი გვაძლევს ამის საშუალებას. ეხლა რაც შეეხება სისხლძარღვოვან პრობლემებს და ასე შემდეგ, იქ რაც იყო საუბარი, აქ მხოლოდ პალიატიურად. აი აქ მინდა ვთქვა, რომ ჰომეოპათიის ანუ როგორც დაამხმარე საშუალება. როგორც დაამხმარე. ანუ ჰომეოპათიის გამოყენება შეიძლება ორნაირად. პირველი ეს არის ძირითადი სამკურნალო საშუალება, როცა სხვა არაფერი არ გჭირდება და რატომ? იმიტომ რომ ორგანიზმს აქვს არაჩვეულებრივი რეზერვები და კომპენსაციის უნარი. და ჩვენი ორგანიზმი არის ძალიან ჭკვიანი. თვითრეგულაციის მექანიზმები 10% არის გამოყენებული. და არსებობს ესეთი მცნება კლასიკური ჰომეოპათია, სადაც ძალიან მაღალი განზავების წამლები, მაღალ ენერგეტიზირებული წამლები გამოიყენება. ეს ძალიან რთული დარგია, სამუშაოდ არის ძალიან რთული. პაციენტისთვის ძალიან ნადვილი მისაღები, იმიტომ რომ იშვიათად ღებულობს აი ამ წამლებს, პაწეწუნა ბურთულებს ან რამდენიმე წვეთს. და მისთვის ეს არ არის არანაირად სირთულესთან დაკავშირებული, არც ძვირადღირებული არ არის წამლები, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჰომეოპათია არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული დარგი, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ღირს ჰომეოპათის მუშაობა. ძალიან დიდი ინტელექტუალური შრომა, ძალიან დიდი ენერგია და დრო იხარჯება ნებისმიერ პაციენტზე. დიახ, ქალბატონო თინა, მე მინდა რომ დაწვრილებით ვისაუბროთ ჰომეოპათიაზე როგორც ძირითად დამხმარე მეთოდზე და ზუსტად გავმიჯნოთ ის ზღვარი და შესაძლებლობები, რომელიც აქვს ამ მეთოდს, მაგრამ ამას დაუბრუნდეთ დაწვრილებით მოგვიანებით, როდესაც უპასუხებთ მაყურებელს. ილამშვიდობისა, გისმენთ. გამარჯობა. მე მაინტერესებს არსებობს ესეთი დაავადება თვალის ყვითელი ხალის ანთება. ჰომეოპათიური კლინიკის დახმარებით თუ შეიძლება კლინიკის განკურნება ამ თვალის პრობლემის მოგვარებით. კი ბატონო, დიდი მადლობა შეკითხვისთვის. უნდა ვთქვათ, რომ ეს არის საკმაოდ სერიოზული დიაგნოზი, რომელსაც ოფთალმოლოგები საკმაოდ ხანგრძლივად და გულმოდგინედ მკურნალობენ. თუმცა რამდენად ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს იზოლირებულად ჰომეოპათია? ქალბატონო თინა. იცით, ამ შემთხვევაში იზოლირებულად ჰომეოპათიაზე ლაპარაკი არ შეიძლება. აქ საჭირო არის მისი გამოყენება შესაძლებელია უბრალოდ პალიატიურად, მაგრამ ცით აი ამ შემთხვევაში ეს დიაგნოზი ჰომეოპათისთვის არაფერს არ ნიშნავს. უნდა მოხდეს პაციენტის მთლიანობაში შესწავლა და აი აქ მე რაზეც ვლაპარაკობდი კლასიკურ ჰომეოპათიაზე, რომელიც არის ძალიან რთული. აი აქ უნდა მოიძებნოს აი ამ ადამიანის გასაღები. ყველა ადამიანს აქვს თავისი კონსტიტუციური ტიპი, ანუ თავისი გასაღები. წარმოიდგინეთ, რომ დგას საათი, რომელიც არის გაჩერებული, დიდი წველებული საათები რო იყო და გიდევს დაახლოებით 1000 გასაღები. თუ მოარგებ გასაღებს, მას აამუშავებ. აი თუ კი შეძლო ჰომეოპათმა აი ამ გასაღების მორგება, შესაძლებელია, რომ ორგანიზმმა ჩართოს ისეთი მექანიზმი, რომელიც თვითონ დაატრიალდება და აალაგებს ამ დაავადებას. ესეთ შემთხვევაში შეიძლება სასწაული მოხდეს. და როცა ლაპარაკი არის ხოლმე, რომ ჰომეოპათია სასწაულებს აკეთებს. აკეთებს აი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ვერასოდეს ვერ გათვლი და არ იცი რა რეზერვი და რა შესაძლებლობა აქვს ორგანიზმს. რა თქმა უნდა, აქ არ არის ლაპარაკი მოხუცებულ ადამიანებზე, ეს უფრო ახალგაზრდებზე, ნუ ბავშვებში ეს საოცრად კარგად მუშაობს ეს მექანიზმები. ანუ თვითრეგულაცია. ყველა ადამიანში არის საკუთარი შინაგანი ექიმი, ესე ვთქვათ. და ყველა ცოცხალ ორგანიზმს აქვს იმის ტენდენცია, სურვილი და უნარი, რომ შეინარჩუნოს სიცოცხლე და შეინარჩუნოს ჯანმრთელობა. ეს არის ფიზიკის კანონი. სასამყაროს მოწყობის ერთ-ერთი ძირითადი კანონი და ჩვენ ამ სამყაროს ნაწილები ვართ. ამიტომ თუ კი შესძელი და ჩართე ეს მექანიზმი, რაც ძალიან რთულია კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ანუ აი როგორც ტირში 10-იანში გაარტყი, ამ შემთხვევაში შეიძლება სასწაულებს მოეღოდე, მაგრამ ჩვეულებრივად, აი ჩვეულებრივ ჰომეოპათიაში უფრო ხშირად იხმარება ხოლმე ჰომეოპათია როგორც პალიატივი. ანუ აი ამ შემთხვევაში თუ კი მოვა ესეთი პაციენტი ჰომეოპათთან, ოღონდ უნდა იყოს კარგი დონის ჰომეოპათი, ის შეისწავლის, ჩაიხედავს ესეთი
ბრძნული დავთრები გვაქვს, რეპერტორიუმები ქვია, სადაც არის აღწერილი სიმპტომები, მისი კლინიკური სიმპტომების და არადიაგნოზის მიხედვით. აი როგორ აქვს მხედველობა, რას გრძნობს, ანუ სუბიექტური გამოკითხვის მიხედვით შეიძლება მან შეურჩიოს რაღაცა ისეთი, რაც მას დაეხმარება. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ არანაირი შედეგი ამ შემთხვევაში არ იყოს. დიაგნოზიდან გამომდინარე. პირველ შემთხვევაში აუცილებლად იქნება გარკვეული გაუმჯობესება და ძალიან ხშირად პალიატიური გამოყენების დროს იცით, როცა ადამიანს აქვს თქვათ მძიმე დაავადება, ქრონიკული დაავადება, რომელიც უკვე არ არის განკურნებადი, ისევ და ისევ ხუცებშიც ხშირად ხდება ესეთი რამ, მაგრამ მას შეუმსუბუქებ მდგომარეობას, მას შეუმცირებ თქვათ ჩვეულებრივი ქიმიური წამლების რაოდენობას ჰომეოპათიის ფონზე, ესე ძალიან დიდი შვებაა მე თვითონ. მოდი უპასუხოთ კიდევ ერთ მაყურებელს, დილამშვიდობისა, გისმენთ? დილამშვიდობისა, დიდი მადლობა ასეთი ყურადღებისათვის. მადლობა თქვენ. სახსრები ქალბატონო და თუ შეიძლება ჰომეოპათიური წამლების მიღება, ართროზი მაქვს, ოსტეოართროზი, მარილების დაგროვება. კი ბატონო. მადლობა შეკითხვისთვის. ჩვენ საგანგებოდ ამ თემაზე ვისაუბრეთ. ვისაუბრეთ იმის შესახებაც, რომ ასაკობრივი განვითარება ადამიანის და ბუნებრივი ფიზიოლოგიური პროცესები გულისხმობს, რომ ჩვენი სიცოცხლის გარკვეულ ეტაპზე იწყება დაბერება. და დაბერება საკმაოდ გრძელი სია პრობლემებისა. მათ შორის არის მადეფორმირებელი ოსტეოართროზი ან ოსტეოართროზი ან მარილების დაგროვება, როგორც ხშირად უწარეხია. ისევ და ისევ, აი დღესდღეობით მოხდა აი ამ სახსროვანი პრობლემების გაახალგაზრდავება. თუ კი ადრე ეს იყო დამახასიათებელი მოხუცი ასაკისთვის, დღესდღეობით უკვე აი პრედკლიმაქტერიულ ასაკში განსაკუთრებით ძალიან გამოიკვეთა. როგორც ოსტეოხონდროზის პრობლემები, კოქსარტროზები, ესევე ოსტეოპოროზი და ეს არის ერთ-ერთი ჩემი მუშაობის ყურადღების სფერო, იმიტომ რომ ძალიან წარმატებულია ოსტეოპოროზის მკურნალობაში. ამ ქალბატონის შემთხვევაში გასაგებია რომ გასაგებია, გასაგებია რომ ანთებითი პროცესებია, გასაგებია ქრონიკულ ანთებებზეა ლაპარაკი და ძალიან ხშირად არის ხოლმე კოკები, მიკრობები, იგივე ქლამიდია ამის მიზეზი. ამას რა თქმა უნდა მარტო ჰომეოპათია ვერ მოერევა. თუმცა ამ შემთხვევაში ანტიბიოტიკების გაუთავებელი გამოყენებაც არ იძლევა შედეგს მოგეხსენებათ, ალბათ ქალბატონს გამოცდილი აქვს ყველაფერი თავის თავზე. გარკვეულწილად შემსუბუქებას მიაღწევს. პროცესის შეჩერება არის შესაძლებელი, მაგრამ რადიკალურად რომ გითხრათ, რომ ჰომეოპათით ან რომელიმე მეთოდით, ან შერწყმით მეთოდებისა, მთლიანად ალაგდება ეს დაავადება, არავინ არ დაიჯეროს ეს. კიდევ ერთი მაყურებელი გველოდება, დილამშვიდობისა, გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობათ, ქალბატონო. ძალიან კარგი გადაცემა გაქვთ. მადლობელი ვარ თქვენი გადაცემის. ქალბატონს მინდა ესეთი კითხვა დავუსვა. მყავს მოზარდი 15 წლის შვილიშვილი გოგონა. და ის ბოლო 3-4 წელია პრობლემა გვაქვს ფეხზე, სუნი აქვს და ვერანაირი მკურნალობა, ვერაფერი რაც არ გაუკეთეთ ბავშვს, შედეგს ვერ ვახდებს და ძალიან განვიცდი და თუ რამეს დახმარება შეიძლება რომ მივმართოთ მე ქალბატონ თინათი სად მუშაობს და სად არის და რომ ჩვენ კი ბატონო მივიყვანოთ პაციენტი. ძალიან ხშირად დიდი მადლობა შეკითხვისთვის, რასაკვირველია, ჩვენ კონკრეტულ მისამართებს არასდროს არ ვასახელებ და ამ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება ჩვენს მაყურებელს. თუმცა ერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ ჰორმონული ძვრები, რომელიც მოზარდის ორგანიზმში ხდება, ძალიან ბევრ ფაქტორზე ახდენს გავლენას. ვიზუალურად არა მარტო მეორადი სასქესო ნიშნები შეიძლება თვალში მოხვდეს, არამედ შეიცვალოს კანის ფაქტურა, კანის სტრუქტურა და რაც მთავარია, კანის თვისება. ოფლიანობა და სუნი ეს დამახასიათებელი ხარეთ ჩვენი კანის ფუნქციონირება. რა თქმა უნდა, მაგრამ აი ამ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრმა მომმართა და სხვათა შორის ძალიან ბევრ ბავშვებს აქვთ. მე ხომ მთელი აქცენტი მაქვს იმაზე, რომ ბავშვები და მოზარდები როგორღაც გადავარჩინო, აი ავარიდო ამ ქიმიურ წამლებს, რომლებიც მათზე ძალიან ცუდად მოქმედებენ, განსაკუთრებით აი ამ ინდიგო თაობის ბავშვებს რო ეძახიან. და აი კერძოდ ეს ბავშვიც ეგეთი შემთხვევა როგორც აშას, იცით მათი ჰორმონალური, თქვენ სწორად ბრძანეთ, ჰორმონალური ძვრების პუბერტატის პერიოდი მიდის საკმაოდ მძიმედ, უფრო მძიმედ ვიდრე ჩვენ თაობაში მიდიოდა და იგივე ჩემი შვილის თაობაში მიდიოდა და სუნი დამახასიათებელი მეტყველებს იმაზე, რომ მაინც შლაკების ორგანიზმში დაგროვება არის უკვე მომხდარი და შემდგომ პროგნოზირებას ვაკეთებთ ხოლმე სხვადასხვა დაავადებების იმის დამიხვედრ როგორი სუნია, სად არის ეს სუნი და ესე შემდეგ. ეს ჰომეოპათიას კარგად ექვემდებარება საკმაოდ. აქ ჰომეოპათიასთან ფიტოთერაპიის ჩართვაც შეიძლება, ეს სხვადასხვა რაღაცაა და ეშლებათ ხოლმე ძალიან ხშირად მოსახლეობასაც და ექიმებსაც სხვათა შორის და საკმაოდ წარმატებულია ეს. რა თქმა უნდა, ხა ამ ქალბატონის შემთხვევაში მე გამოვეცხავ, რომ ჰიგიენის ნაკლებობა ამ ბავშვის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არა. ეს მეტყველებს გარკვეულ ნივთიერებათა ცვლის მოშლაზე. ხა თქვენ პროფესიონალი ხართ ამისი და მოგეხსენებათ, აქ სწორი კვებაც არის აუცილებელი. ალბათ პირველ რიგში თქვენ უნდა მოგმართონ და შემდეგ მე.
ქალბატონო თინე, მაყურებელი გვირეკავს, მე აუცილებლად უნდა გაგიზიაროთ მისი კითხვა, ის არ გამოდის ეთერში, თუმცა კითხვა ეხება საკმაოდ სერიოზულ დიაგნოზს, C ჰეპატიტი და ჰომეოპათია. თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ აბსოლუტურად გააზრებული გვაქვს დღეს რაზე ვსაუბრობთ. ქალბატონი თინა დამეთანხმება, ჩვენ გააზრებული გვაქვს პასუხისმგებლობაც, რომელიც თან ახლავს ამ პრობლემაზე საუბარს და ძალიან კარგად გვესმის, რომ დღეს ჩვენ პანაცეაზე არ ვსაუბრობთ. მით უმეტეს, როდესაც ვლაპარაკობთ C ჰეპატიტს. იცით, მე შესწავლილი მაქვს, არ ვიცი, მსოფლიოს მე მგონი ყველა ქვეყნის ტრადიციული მედიცინაც, არაორდინალური მედიცინაც, ჩვეულებრივ კლასიკური ექიმი ვარ მოგეხსენებათ. შევჩერდი ჰომეოპათიაზე, იმიტომ რომ ვთვლი, რომ ის ყველაზე უფრო ეფექტურია, მაგრამ არ არის პანაცეა რავითარ შემთხვევაში. დავწმუნდი, რომ პანაცეა არ არსებობს. რა თქმა უნდა, არანაირად არ შეიძლება კაცობრიობის დღევანდელი მიღწევის, ანუ რაც ფარმაკოლოგიამ მიაღწია და შექმნა, იმის უარყოფა. ისევე როგორც დიაგნოსტიკური მეთოდების, არა, ისევე როგორც ქირურგიის. ამას ზოგი ჰომეოპათი და ზოგი ხალხური მკურნალიც უარყოფენ და მე არ ვეთანხმები კატეგორიულად ამაში, ეს იწვევს მხოლოდ გაღიზიანებას და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველაფერი რაც კაცობრიობამ შექმნა, უნდა გამოიყენო. უნდა გამოიყენო, იმიტომ რომ პირველადი არის პაციენტი და არა რაღაცა მეთოდით გადაცება. მე თუ მჭირდება გორმოსაცხმარობ, ანტიბიოტიკს საცხმარობ, მაგრამ რა თქმა უნდა, ვცდილობ ყველაფერი, რაც კი შეიძლება კომპენსაცია გავაკეთო ყველაფრის ჰომეოპათით, მაგრამ მას აქვს თავისი ზღვარი. ეხლა C ჰეპატიტისთან დაკავშირებით აკეთებენ ჰომეოპათები განაცხადებს, რომ მკურნალობენ ჰომეოპათიით C ჰეპატიტს. ეხლა ჩემთან მე მქონდა დიდი სამკურნალო ცენტრი, ჩემთან მუშაობდა გუნდი ონკოლოგებისა და ბიოქიმიკოსების, ვინც შექმნა გარკვეული წამლები ჰომეოპათიის პრინციპებზე, მაგრამ მარტო ჰომეოპათია არ იყო იქ. იქ იყო კომბინირებული. ისინი ნამდვილად მკურნალობდნენ, ნამდვილად კარგი შედეგები ჰქონდათ და ამაზე შემიძლია ვთქვა, რომ აი კომბინაციაში ძალიან კარგია. ამავე დროს მე რამდენიმე ჰომეოპათისგან იგივე ტელევიზიით მოვისმინე, რომ ისინი მკურნალობენ ჰომეოპათიას, რაც მე არ მჯერა მართალია. ანუ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჰომეოპათიას ამ პასუხისგებლობის თავის თავზე აღება არ შეუძლია. დიახ, მოდით ქალბატონო თინა ვისარგებლოთ მომენტით, რა კი ასეთი სერიოზული კითხვები გაუჩნდათ მაყურებელს. მე ბოდიშს ვუხდი მაყურებელს, რომელიც უკვე გველოდება, მოდით ვთქვათ, ის მდგომარეობები, როდესაც არ უნდა გამოვიყენოთ ჰომეოპათია ზოგადად, დიახ. ხო, აი მე გეტყვით ერთადერთი მდგომარეობა, როდესაც უნდა, ეხლა